არის ასეთი ქვეყანა. მას საქართველო ქვია. ჩვენი სერიალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარეთა და მუნიციპალიტეტთა პოტენციალის და რაც მთავარია ტურისტული სფეროს გამომზეურება. ამჯერად სამეგრელოს მხარეს. კერძოდ კი აბაშის მუნიციპალიტეტს წარმოგიდგენთ. ეს ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაა. 1000 წლეულების წინ სწორედ აქ მდებარეობდა იმდროინდელი სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება კოლხეთი. ოქრომრავალი კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდინარე რიონის ორივე ნაპირზე ყოფილა გაშლილი. აქ ეწეოდნენ ძველი კოლხები მიწათმოქმედებასა და მეტალურგიას, ხელოსნობასა და ვაჭრობას. აქ გადიოდა აზიიდან ევროპისაკენ მიმავალი უძველესი სახმელეთო და სამდინარო სანაოსნო გზები. სწორედ აქ, რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს დღევანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი. აბაშის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით ლანჩხუთის, დასავლეთით კი სენაკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქი აბაშა წარმოადგენს. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დასავლეთით 258 კილომეტრში მდებარე აბაშაში მოხვედრა შესაძლებელია როგორც საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით, ასევე ახლო მდებარე ქუთაისის აეროპორტის მეშვეობით საჰაერო გზითაც. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ბუნებრივი წარმოშობის კაცობურისა და წყემის რეკრეაციულ ტერიტორიებთან ერთად მხარის სახელოვანი წარსულის ამსახველი უძველესი ისტორიული, არქიტექტურული, კულტურული და ეთნოგრაფიული ძეგლების არსებობა აბაშის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ტურისტული მეურნეობის გაფართოება, ტურისტული ინფრასტრუქტურის თანამედროვე დონეზე სრულყოფა, ძეგლების პოპულარიზაცია, ვიზიტორთა მოწვევა და მათი სასტუმრო, კვებისა და სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის საზრუნავს წარმოადგენს. ეს მხარე ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აქაური მოსახლეობა თვალისჩინივით უფრთხილდება იმ მდიდარ მემკვიდრეობას, რომელსაც ადგილობრივი ტრადიციები და ფოლკლორი ქვია. გულღია, შრომელი და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით განთქმული ეს ადამიანები ღირსეულად უმასპინძლებენ ამ მხარის მოსანახულებლად და გასაცნობად აქ ჩამობრძანებულ სტუმრებს. როგორც მოგახსენეთ, ამ მხარეს დიდი ხნის ისტორია აქვს. ამიტომ აბაშის მუნიციპალიტეტში ჩვენი ტურისტული მარშრუტი სწორედ ამ უძველესი ისტორიის დამადასტურებელი რამოდენიმე ძეგლის მონახულებით გვინდა დავიწყოთ. ქალაქ აბაშიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, საუკუნოვანი ცაცხვის ხეებით დაბურულ ადგილზე ტურისტებს სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის უძველესი ტაძრის მონახულება შეუძლიათ. აქ შემორჩენილი ბერძნული წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია მე-5-მე-6 საუკუნეებშია აგებული და იგი იმპერატორ იუსტინიანე პირველის ეპოქის დროინდელ ნაგებობას წარმოადგენს. შიდა მოხატულობა კი მე-16-მე-17 საუკუნის დროინდელია. ტაძრის კედლებზე უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი. აქ ისტორიულ პირთა და
ადგილობრივ ფეოდალთა პორტრეტებიც გვხვდება. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კომუნისტი მმართველები ტაძარს დანგრევას უპირებდნენ და მხოლოდ ამ მხარის მკვიდრის, ცნობილი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის სერგი მაკალათიას ჩარევით მოხერხდა მისი გადარჩენა და შენარჩუნება. ახლა კი აბაშიდან რამოდენიმე კილომეტრში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელ ტყვირს ვეწვიოთ. ეს სოფელი სამეგრელოს სამთავროს აღმოსავლეთ საფეოდალოს, ისტორიული საჭილაოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ტურისტები ქართული კულტურის თვალსაჩინო ძეგლის, მაცხოვრის სახელზე აგებული ტაძრის მონახულებას შეძლებენ, რომელიც მე-17 საუკუნეებშია აშენებული და ამ მხარის დიდგვაროვან ფეოდალ ჭილაძეთა საძვალესა და კარის ეკლესიას წარმოადგენდა. გადმოცემის მიხედვით ტაძარს ქვედა სართული და იქედან მდინარე ცხენისწყლის კალაპოტისაკენ გამავალი საიდუმლო გვირაბიც ჰქონია, რომლითაც საგანგებო ვითარებების დროს სარგებლობდნენ და მას გასაქცევად და სიცოცხლის გადასარჩენად იყენებდნენ. თლილი ქვითა და აგურით ნაგები ეს შენობა მე-15-16 საუკუნეებში ამ მხარის გამგებელ ჭილაძეებს აღუდგენიათ. აქ დღემდეა შემორჩენილი ასომთავრული, მხედრული და ხუცური წარწერები, რომლებშიც ჭილაძეები არიან მოხსენიებული. სადღეისო ტყვირის ეკლესია არა მარტო ჭყონდიდის ეპარქიის, არამედ საქართველოს ერთ-ერთ კოპწია და ულამაზეს ტაძარს წარმოადგენს. 2000 წლის თებერვლიდან აქ მღვდელმსახურება აღსდგა და წირვა-ლოცვა კვლავ განახლდა. ამ ადგილს ადრე გულევლი ერქვა. გულევლის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენების შემდეგ კი მას გულევლისკარი ეწოდა. გულეიკარის გვიანფეოდალური ხანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აქ მდგარი უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე უნდა იყოს აგებული. ეკლესიის სიწმინდეს აქ დასვენებული წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი წარმოადგენს. დღეს ტაძარი მოქმედი ეკლესიაა. 2002 წლიდან აქ მღვდელმსახურება აღსდგა და წირვა-ლოცვა კვლავ განახლდა. აბაშის ცენტრიდან 7 კილომეტრში სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს. ეს ეკლესია ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტაძარს წარმოადგენს. ადრე ამ ადგილზე წმინდა ხატებით, ჯვრებით, სამკაულებითა და თვალმარგალიტით შემკული ხის ეკლესია მდგარა. მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ამ ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის სუჯუნის საკათედრო ტაძრის აგება ბრწყინვალე მქადაგებლისა და დიდი მოძღვარის ანტონ ჭყონდიდელის თაოსნობით განხორციელებულა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურ ტერორს ვერც ეს ეკლესია გადაურჩა. აქ მღვდელმსახურება შეწყდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი შენობაში სამხედრო გარნიზონიც კი იქნა ჩაყენებული. 1999 წელს ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევით ტაძარი კვლავ ამოქმედდა. კვლავ აღსდგა მღვდელმსახურება და განახლდა წირვა-ლოცვა. დღეს ამ მხარეში ჭყონდიდის ეპარქია მოქმედებს. აბაშაში მდებარეობს ეპარქიის რეზიდენციაც. 2012 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ აბაშაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ახლად აშენებული უმშვენიერესი ტაძარი აკურთხა. ეკლესია ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ტრადიციების მიხედვით აგებულ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. მის მშვენებას კი ოქროს მოზაიკით კონქში გამოსახული ღვთისმშობლის ფრესკა წარმოადგენს, რომელიც ქართული ელემენტებით ბიზანტიურ სტილშია შესრულებული და გელათის ღვთისმშობლის მსგავსია.
ეს აბაშის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ჯგუფი თოლიგე გახლდათ. აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ამ ახლად აღდგენილ და განახლებულ შენობას 8 ათეული წლის ისტორია აქვს. მის კედლებს არაერთი ცნობილი ხელოვანის, ლოტბარის, მომღერლისა და მსახიობის შემოქმედება ახსოვთ. აქ აუდგამს ფეხი საქართველოს სახალხო არტისტ მედია ჩახავას. აქ გამოდიოდნენ დიდი ვასო გოძიაშვილი და ირაკლი უჩანეიშვილი. აქ გაისმოდა ცნობილი ქართველი მომღერლისა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლის ნოკო ხურციას, უტუს ლაშქრული და ჰარირა. სწორედ ნოკო ხურციას საპატივცემულოდ დაერქვა ჰარირა კულტურის ცენტრთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს, რომელსაც კონცერტებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა აქვს მოვლილი. ქალთა ფოლკლორულ ჯგუფ თოლიგესა და ანსამბლ ჰარირას გარდა კულტურის ცენტრთან ხალხური თვითშემოქმედების სხვა არაერთი მხატვრული კოლექტივიც მოღვაწეობს. ამ დარბაზში ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ქილორის რეპეტიცია მიმდინარეობს, რომელსაც ქორეოგრაფი ანზორ თორდია უძღვება. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორი მონდომებითა და ჟინით ასრულებენ მოზარდები ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების რთულ მოძრაობებსა და ილეთებს. ამ ახალგაზრდა ანსამბლს უკვე საინტერესო ისტორია აქვს. მას კონცერტებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა აქვს მოვლილი და არაერთი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულიც გახლავთ. ამჯერად ეს კოლექტივი მორიგი საკონცერტო გამოსვლისათვის ემზადება და ბუნებრივია აბაშის სტუმრებს მათი შემოქმედების სცენაზე ხილვის შესაძლებლობაც ექნებათ. ამ ხარის ისტორიას არაერთი გამოჩენილი პიროვნების სახელი უკავშირდება. სოფელ სუჯუნაში 1815 წელს აგებული ეს უმშვენიერესი შენობა ფინანსისტსა და მრეწველს, მეცენატსა და ქველმოქმედს, ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა. უამრავი სიკეთის მკეთებელი ეს პიროვნება სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იგი აფინანსებდა ბათუმის ბულვარისა და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღების გაშენებას. ეხმარებოდა ეკლესიებსა და ასევე აფინანსებდა ხელმოკლე ახალგაზრდების სწავლა-განათლების საქმეს. მან შეიძინა და მოგვიანებით ქართველ მწერლებს საჩუქრად გადასცა თბილისში მდებარე სარაჯიშვილისეულის სასახლე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მის კუთვნილ ამ ულამაზეს შენობაში კი წლების მანძილზე სოფლის სკოლა იყო განთავსებული. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც შენობის აღდგენა რესტავრაცია იგეგმება, რის შემდეგაც შესაძლებელია იგი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობად და ტურისტულ ძეგლადაც იქცეს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხის ამიტარებია, აშკაცის ვიყავი და შიშარას, კეისას ვებძოდი, მეშინო და ხრიარის ფესვებისა, უზვიათიც ვიყავი და ოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასდროს მეგობრებია. ამ ხარის საამაყოშვილი გახლდათ დიდი ქართველი პროზაიკოსი, მწერალი აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია. ამ ლამაზ ტრადიციულ შენობაში ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში მწერლის მემორიალური ნივთები, ხელნაწერთა ასლები, სხვადასხვა ენებზე გამოცემული წიგნები და მისი ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და სხვა სახის დოკუმენტური მასალებია დაცული და გამოფენილი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ბუმბერაზი მოღვაწისა და პიროვნების ვაჟი, ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახლდათ, ფიქრობთ, აბაშაში ჩამოსულ სტუმრებს აუცილებლად დააინტერესებთ მუზეუმის მონახულება და დათვალიერება. წარმოშობით აბაშიდან გახლდათ ამ ხარის კიდევ ერთი სასახელოშვილი, გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი. მისი სახლ-მუზეუმი კი აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში მდებარეობს. მუზეუმში სიმონ ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატებია დაცული. ეს გახლავთ მისი შთამომავლების მიერ გადმოცემული პირადი ნივთები, ხელნაწერები, სხვადასხვა გამოცემები,
ნახატები, ფოტოები და სხვა დოკუმენტური მასალები. პოპულარიზაციის და დამთვალიერებელთა მოზიდვის მიზნით აქ ხშირად იმართება ლიტერატურული შეხვედრები, ტარდება პოეზიის საღამოები და კონცერტები. იმედია სამომავლოდ კიდევ უფრო შინაარსიანი ღონისძიებები ჩატარდება და მუზეუმიც უფრო მეტ დამთვალიერებელსა და სტუმარს უმასპინძლებს. ჩვენი სტუმრობა აბაშაში განსაკუთრებულ მოვლენას დაემთხვა. ამჯერად აბაშას და ჭყონდიდის ეპარქიას უკრაინიდან ეპისკოპოსი ბოგოლუბი სტუმრობდა. ეპარქიის რეზიდენციაში და წმინდა ამბროსი აღსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ეპისკოპოს გულთბილი მიღება მოუწყო ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კულტურის ცენტრში უკრაინელ და ქართველ ხალხთა ძმობისა და მეგობრობის აღსანიშნავი კონცერტის გამართვა იგეგმებოდა. ბუნებრივია, ეს შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით და კონცერტს ჩვენც დავესწარეთ. თამამად და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეს არის ზეიმი ქართული სულის, ქართული გენის და ქართული კულტურის, რაც დღეს ამ აბაშის საყვარელ კულტურულ სახლში ღვთის შეწევნით და თითეული თქვენთაგანის დიდი სიყვარულით, მონდომებით მოხერხდა. ნამდვილად ეს ყველაფერი ცდება რაიონის და ქალაქის და რეგიონის ფარგლებს, შეიძლება ითქვას, რაღაც სახელმწიფოებრივი დონის ზეიმი მოეწყო და მე მადლობას ვუხდი ღმერთს და თითოეულ თქვენთაგანს. ეს კონცერტი კი ძმობისა და მეგობრობის ნამდვილ ზეიმად იქცა. ძმობა, მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა კი აქაური კაცის ერთ-ერთი მთავარი ნიშანთაგანია. თუ გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ აბაშა და აბაშელები, აუცილებლად ესტუმრეთ ამ მხარეს. თქვენა გულღია, შრომელი და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით განთქმული ადამიანები დაგხვდებიან და გიმასპინძლებენ. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აბაშაში.